ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური ყვითელი ბარათი პატიმარ სააკაშვილს, ერთობა სააკაშვილს და მის პარტიასაც აფრთხილებს, რომ თუ მსჯავრდებული 2 თვის წინ შეთანხმებულ წესებს არ დაიცავს, ალიანსის დატოვება მოუწევს. თუმცა თავად სააკაშვილი როგორც ჩანს წესებზე უარს ამბობს. ერთობის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს ნაციონალური მოძრაობა და კოლეგებს მიუთითებს, რომ გაერთიანების ანტი-მიშა ალიანსად ჩამოყალიბებას შეეწინააღმდეგებიან. მართველი გუნდისთვის კი ეს ალიანსი ყველა დროის ნაციონალების გაერთიანებაა, რომლებიც ერთად მხოლოდ გარე დავალებით არიან. ნინო არღულიანის რეპორტაჟი. თუ გაჩუმდება შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ალიანსის წესებს არ აღიარებს, ალიანსიდან მორიგ გაფრთხილებას იღებს. დაუმორჩილებლობის გამო ის შესაძლოა ოპოზიციური ერთობიდან გაუშვან. თავად ნაციონალური მოძრაობა კი წასვლას არ ჩქარობს და ცდილობს სააკაშვილის გამოზრდილი პოლიტიკოსების თვალში უცვლელ ლიდერს, ძველი დიდება დაუბრუნოს. ეს ალიანსი ვერ იქნება ანტი-მიშა ალიანსი, თუ ვინმეს მოუნდება რომ ასეთად გადააქციოს, ბუნებრივია ამას შევეწინააღმდეგებით და არ მგონია რომ ასეთად გადაიქცეს, მაგრამ თუ გადაიქცევა, ბუნებრივია იქ ჩვენი ადგილი არ იქნება. ოპოზიციური გაერთიანება უპასუხოდ სააკაშვილმა დღესაც არ დატოვა. ის სასჯელახსრულების მე-12 დაწესებულებიდან ალიანსის რღვევას განაგრძობს და მისი ლიდერობით დაკომპლექსებულებს რიტორიკის გადატვირთვისკენ მოუწოდებს. სხვა შემთხვევაში დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას მალე ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. თუ ისიც შემიბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა. თორემ ამასობაში ხალხი ძალიან განვითარდა და ხელოვნური ინტელექტით წამოგეწიათ და ისე აღარ ბნელა როგორც 2012-ში. ოპოზიციური ალიანსისთვის პერსონალური თავდასხმები პრობლემაა, გადაწყვეტილებების საჯარო კრიტიკა კი უცნაური, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ერთობის ყველაზე მსხვილი წევრია. ეს დღეს ნიკა გვარამიამ თქვა. პერსონალური თავდასხმა არის პრობლემა და ეს არის სხვა რამ. კრიტიკა თუნდაც ჩვენი გადაწყვეტილებების, ოღონდ მისივე პარტიის გადაწყვეტილების გინდა მიშა იქნება ეს თუ გინდა სხვა ვინც დაასახელეთ, იმიტომ რომ ალიანსში ისიც შემოდის და ისიც იღებს ჩვენთან ერთად გადაწყვეტილებებს, სავსებით ნორმალურია, თუმცა ოდნავ უცნაური, იმიტომ რომ როცა წარმომადგენელი ყავს ალიანსში და მსხვილი წევრი ხარ ალიანსის, რა ვიცი. ძალაუფლების გადანაწილების პროცესმა ოპოზიციის ნგრევამდე კიდევ ერთხელ მიიყვანა. ამბობს მართველი პარტია, რომლისთვისაც პროცესები აჩვენებს, რომ ოპონენტები არც ქვეყნის ნგრევის ამოცანას ცვლიან და არც სახელს, რადგან სხვადასხვა ვარიაციების მიუხედავად საერთო სათაური ნაციონალური მოძრაობა ისევ ძალაშია. მიხეილ სააკაშვილს აუმხედრდნენ თავისივე გამოზრდილი მიშისტები და ამას ისინი იმიტომ აკეთებენ, რომ რა თქმა უნდა იციან თუ როგორი დაზიანებული არის სააკაშვილის იმიჯი როგორც პოლიტიკოსის, თუმცა იმას ვერათ ვიცნობიერებენ, რომ თავადაც ზუსტად ისე არიან დაზიანებულები როგორც მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან ის ყველა აქტორი იყო მონაწილე იმ ტოტალიტარული რეჟიმის ერთის მხრივ და მას შემდეგ რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან, აბსოლუტურად ყველანი კოლექტიურად ეწევიან მავნებლურ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. შეუთავსებელი ადამიანები შეიკრიბენ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს კონკურენციაში არიან, ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი, რომ მთელი ეს თანხები მარტაკოსი რო შეგვიდა გზებს ვიპოვითო, შავად გამოვაგზავნითო, ვისთან მივა და ამას არკვევენ ერთმანეთში. არ გეგონოთ რაღაც მაღალ მატერიებზე და სამშობლოს მომავალზე ფიქრობენ, ან რაღაც დემოკრატიული პროცესების განვითარებას. 9 პარტიამ ოპოზიციური ალიანსი 2 თვის წინ შექმნა, ზუსტად 2 თვეა ამ ალიანსში ჯერ მხოლოდ ერთმანეთში ჩხუბობენ.